გორის მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვხედავთ ესკალაციას ხომასია იმის მიხედვით რაც ხდება ხორმუზის სრუტეში. ტრამპი აკვირდება ნავთობისა და გაზის ფასებს. მე ვფიქრობ, მისი წითელი ხაზი იქნება $90 ბარელზე, ალბათ იქიდან დაიწყებს მოლაპარაკებას, რადგან არ უნდა რომ ფასი ისევ $125-მდე ავიდეს. მხოლოდ იმიტომ ახსენებ ამას, რომ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი დაბრკოლება პრეზიდენტ ტრამპისთვის შუალედურ არჩევნებამდე. როდესაც საქმე ეხება იმ სცენარს, რომელსაც ირანი მუდმივად იყენებს პროვოკაციებს და ათმობებისთვის, ეს უნდა შევწყვეტოთ და აღარ მივცეთ ამის უფლება. რაც ამით მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩვენ მივედით მოლაპარაკების მაგიდასთან. ისინი მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ურთიერთგაუგებრობის მემორანდუმში ყოველი მუხლი ირანის სასარგებლოდ დათმობა იყო. ეხლა როცა მათ უფლება ან შესაძლებლობა მოუხსენით, რომ თავისუფალ ბაზაზე ნავთობი გაკიდონ, ეს მომდევნო 30 დღის განმავლობაში დააზარალებს მათ. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს სამხედრო ზეწოლა და არ დავიწყოთ მოლაპარაკებები 30 დღის განმავლობაში. შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზეწოლა და დავარტყათ ირანის რევოლუციური გვარდიის ობიექტებს. ეხლა ეს შეიძლება ირანს უბიძგოს ისრაელზე თავდასხმისკენ, მაგრამ გეუბნებით, ისრაელის სამიზნეები ჩვენზე სრულიად განსხვავებულია. ჩვენი სამიზნეები ხორმუზის სრუტეზეა კონცენტრირებული, მათი კი ხელმძღვანელობაზე. მათი მიზანია, რომ ეს ხელმძღვანელობა კიდევ 3 ან 4 დონით დაასუსტონ. სწორედ ეს აშინებს ირანს. და რა თქმა უნდა, იცით, ყოველ ჯერზე, როცა ისინი ტელეფონს იღებენ და პრეზიდენტთან საუბარს ცდილობენ, ჩვენ, ვინც ირანს კარგად ვიცნობთ და ამას როგორც ამერიკელი ვამბობ, მე ისე კარგად არ ვიცნობ როგორც თქვენ, მაგრამ ისრაელს 30 წელი უსმენდი, ყოველთვის ვამბობთ, რას აკეთებს ის. დასაკეთებს პრეზიდენტი. ასე რომ ეს მოგწონს, ასე გააგრძელეთ ეკონომიკური ზეწოლა. და რეჟიმი 30 დღეში ბევრად უფრო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იქნება. მოусმინეთ, ვიცი რომ ათწლეულები ამ რეგიონში ხართ ჩართული და ამ საკითხებში ერკვევით. მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ამაზე. ის სცენა, რომელიც ხომეინის დაკრძალვაზე ვიხილეთ, რა ჩვენ ყოველთვის ვარაუდობდით, რომ ირანში დაახლოებით 90 მილიონი მოსახლეობიდან ალბათ 20 მილიონამდე რეჟიმის მხარდამჭერი იქნებოდა. ალბათ ეს კადრებიც ამას ადასტურებს. ირანის რევოლუციური გვარდია, ნახეთ, ისინი მსოფლიოს, ორსულ მცირე, საკუთარ სამყაროს, მართლა მესიანისტურ, ხრმად რელიგიურ ტერმინებში ესაუბრებიან. მათ ისევ იძენენ გავლენასა და ძალაუფლებას ამ პერიოდში. რას ვხედავთ ამ კვირაში? რაც ეხლა ხდება, უნდა გავიხსენოთ, რომ როცა ყასემ სულეიმანი მოკლეს, ხალხი გამოვიდა მის სამბლოიარო პროცესზე. მათგან ბევრი ბედნიერი იყო, რომ ყასემ სულეიმანი მოკლეს. რაც ირანის რევოლუციური გვარდია და ბასიჯი აკეთებენ, არის ის, რომ ისინი არკვევენ, ვინ არ იყო მიტინგზე. ისინი არკვევენ, რომელი ირანელი ოჯახები არ იყვნენ სამგლოვიარო პროცესებზე, არ ესწრებოდნენ რეჟიმის მხარდამჭერ ღონისძიებებს და შემდეგ სჯიან მათ. ამიტომ ბევრი რამ ეფუძნება იმას, რომ თუ ჩვენ იქ არ ვიქნებით, ბასიჯი მოვა და პითხავს რატო. ასე რომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. როცა საქმე ეხება ირანის რევოლუციურ გვარდიას, როცა საქმე ეხება ISIS, როცა საქმე ეხება ალ-ქაიდას, ყოველთვის როცა ლიდერებს ანადგურებენ, ხდება დასუსტება. შემდეგი ადამიანი უნდა წამოიწიოს. მათ უფრო ძალადობრივები უნდა გახდნენ, რაც მათ უფრო დიდ საფრთხეში აგდებს. და ჩვენ ვხედავთ დასუსტებას. ჩვენ ამას ვხედავთ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსთან. ნახეთ ალ-ქაიდასთან, ნახეთ ისლამური სახელმწიფოსთან და უმეტესობა ვერ მეტყვის, ვინ არის ახლა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, ან ვინ არის ახლა ალ-ქაიდას ლიდერი. საბედნიერო. და ვინ არის ახლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ლიდერი. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ისინი, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, არ არიან ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ. მოусმინე მაიკლ, ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც შენ ბევრ ყურადღებას აქცევ. და შეიძლება ამ ეტაპზე თითქმის სასაცილოც კი იყოს ამის დამოწევა. ბირთვული საკითხი ირანში. არის თუ არა ის ამ ეტაპზე ისეთივე შორს მოლაპარაკებების მაგიდიდან, როგორც ოდესმე ყოფილა. ჩვენ არასდროს გქონია ესეთი პოზიცია. ხო ესეა, ჩვენ არასდროს დაგვიყვანია მათი ბირთვული პროგრამა იმ დონემდე, რომ მათ მიწიდან ამოთხრა დასჭირდეთ. ჩვენ რეალურად დავარცხით მათ. ვაჩვენეთ, რომ ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემები არ მუშაობს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებიც არ მუშაობს ისრაელისა და აშშ-ს ავიაერიშების წინააღმდეგ. ჩვენ ისინი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენეთ, რომ ბირთვული პროგრამა ახლა ხორმუზის სრუტის კონტროლის თოლფასია. ისინი სრუტის კონტროლს ცდილობენ. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე დათმობაზე წასვლა, რაც მათ ამის საშუალებას მისცემს. და მე მაწუხებს ჩვენი სპარსეთის ყურის მოკავშირეების სიმტკიცის ნაკლებობა, განსაკუთრებით კატარისა და საუდის არაბეთის. არ ვდარდობ არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, ბაჰრეინზე ან ქუვეითზე. უიტკოფი და კუშნერი, რომლებიც ახლახან ვაჩვენეთ ეკრანზე, კატართან ზედმეტად ახლოს არიან. ეს ვანსი, უიტკოფი და კუშნერის მოლაპარაკებების გუნდი კატარელებთან ერთად უნდა წავიდნენ თუ გვინდა რომ დიდი შეთანხმება მივიღოთ. პაკისტანელებიც ასევე. ანუ ბევრი ბრალდება და ამბავია მათ შესახებ ბიზნეს გარიგებებებში. სწორია. ხო, მე მუშაობდი ოსამა ბინ ლადენის რეიდზე, გრძნობიარე ობიექტის, სადაც ვეღო დამუშავებას.
და იცი, ჩვენ ვიცოდით, რომ ISIO Osama bin Laden-ს იცავდა. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის კონცენტრირდებოდით იმაზე, ვინც ISI-ში იყო და არა იმაზე, ვინც უკვე პენსიაზე იყო გასული. და ეს იყო ჰამად გული. სწორედ ის აფარებდა თავს Osama bin Laden-ს აბოტაბადში. მაგრამ ხო, პაკისტანი ტერორიზმის ხარდამჭერია, კატარიც და ასევე ირანი. და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ისე მოქცევა, თითქოს ისინი არ არიან. მაიკლ პრეჟანი, ყოველთვის საინტერესოა თქვენი შეხედულები და თქვენი შეხედულებები და თვალსაჩინო შეფასებები. დიახ, მადლობა მოწვევისთვის, ბოდიში გრძელი პასუხებისთვის. არა, მადლობა თქვენ, მადლობა.